ფეხშველის სიარულის უპირატესობები. ჩვენ ვართ პედიატრი ძმები. დავით, პირველ რიგში მშობლებს უთხრათ, რომ ფეხშველის სიარულის დროს უმჯობესდება ბალანსი და კოორდინაცია, ამ დროს ბავშვები უფრო კარგად ეჭიდებიან ზედაპირს და ბალანსის შენარჩუნებაც უფრო უმარტივდებათ შედეგად. მეორე მნიშვნელოვანი რამ არის ფეხის კუნთების ჩამოყალიბება და მათი მოძლიერება, უმეტეს შემთხვევაში უფრო ძლიერდება წვივის და ტერფის კუნთები და ეს ყველაფერი ასევე ბავშვს დაეხმარება იმაში, რომ კარგად ჩამოუყალიბდეს თაღიც. მესამე, რაც უმჯობესდება ფეხშველის სიარულის დროს, არის სენსორული განვითარება და პროპრიორეცეფცია. ამ დროს ბავშვები უფრო კარგად აღიქვამენ სხვადასხვა ტიპის ზედაპირს, ტემპერატურა იქნება ეს კონსტანცია თუ რაიმე სხვა და ასევე პროპრიორეცეფცია მოიცავს იმას, რომ მათ შეუძლიათ უფრო კარგად აღიქვან საკუთარი სხეული სხვადასხვა სივრცეში. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ეს ყველაფერი ეხმარება ბავშვს იმაში, რომ სიარულის სწორი მანერა ჩამოუყალიბდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ფეხის დადგმის დროს პირველი შეხება მოდის ქუსლზე და შემდეგ უკვე სხვა მიდამოებს. დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენი შვილი თუ დადიოდა ფეხშველი და რომელ ასაკამდე დადიოდა ის ფეხშველი. დროებით.